გამოშვების ბოლოს პირველად სოტბის აუქციონის ისტორიაში გაყიდულია ქართველი მხატვრის ნამუშევარი. მერაბ აბრამიშვილის ტილოში კოლექციონერმა $50,000 გადაიხადა. ირაკლი ფარჯიანი, თამარ კვესიტაძე, ალექსანდრე ბანძელაძე, ავთო ვარაზი, ჯიფსონ ხუნდაძე, ლევან ჭოღოშვილი, მერაბ აბრამიშვილი, კოკა რამიშვილი, კოტე სულაპერიძე. ესაა ჩამონაცვალი ქართველი მხატვრებისა, რომელთა ნამუშევრები ლონდონში სოტბის აუქციონზე წელს პირველად არის წარდგენილი. სააუქციონო სახლში საგანგებოდ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების ძველი და ახალი თაობების წარმომადგენელთა გამოფენა გაყიდვა. სახელწოდებით გზა ჯვარედინზე გაიმართა. ახლა ის დროა, როდესაც უკან იხედები და საბჭოთა კავშირი უკვე წარსულია, წინ მომავალია. ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია კულტურული თვალსაზრისით. გალერეა ბაიას დირექტორის თქმით, აუქციონზე ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მერაბ აბრამიშვილის ტილო კი უცხოელმა კოლექციონერმა $50,000 შეისყიდა. ქართველი მხატვრები შეიძლება მიკორზებულად გამომდის, მაგრამ ძალიან კარგად იყვნენ წარმოჩენილი თვითონ ექსპოზიციაზე. და კონკრეტული შეფასებებისგან თქვათ, რომელი ნამუშევარი ყველაზე მეტად მოწონდა, ამისგან თავ შევიკავებ, იმიტომ რომ გაიყო ესე ვთქვათ, ასოთა სხვადასხვა. 86 წლის მხატვარ ჯიფსონ ხუნდაძისა და თანამედროვე მხატვარ ლევან ჭოღუშვილისთვის ლონდონის სოტბის აუქციონზე მოხვედრა დიდი აღიარებაა. არაფერი არ იცოდი, სრულად შემთხვევით, ახლა თუ მინდა ჩაიწერე. სრულად შემთხვევით შევიწყე, მე გამოფენები მომეწყეს. ეს გამოფენა იყო ლიტერატურულ მუზეუმში, მეურნე აკადემიაში გადასულიყო ეს გამოფენა. და მე გამეცინა, მე ვთქვი, მაგ აკადემიიდან გამომავდეს და ახლა მაგ აკადემიაში გამოფენას რომ მომიწოთ, შეიძლება რაღაცა ის მტერი კიდე ცოცხალია მეთქი და ნამუშევარი არის ციკლიდან განადგურებული ქართული ინტელიგენცია თუ არისტოკრატია თუ რა ვიცი რა დავარქვა, რომელიც ძველი ფოტოებიდან, დოკუმენტური ფოტოებიდან იყო შესრულებული და არ შეიძლებოდა გამოფენილიყო იმის გამო, რომ თვითონ ფოტოები იყო არასასურველი. კულტურის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი ქართულ მხატვრებს ულოცავს ამდით წარმატებას და ამბობს, რომ ასეთ აუქციონებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ხელოვნებისა და ქართული ხელოვნების ბაზრისთვის. თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ საქართველო წარდგა 9 მხატვრით. ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, უპრეცედენტო შემთხვევა. სულ თითოეულ გუდიაშვილი ვიცი, ყოფილა სოტბიზე და შეიძლება კიდევ ერთი ან სხვა მხატვარი. სოტბის გამოფენა გაყიდვა 12 მარტამდე გაგრძელდება.